მოგესალმებით, მე მარიამ ჩხიკვაძე ვარ, ეს კი ჩოხატაურის სათემო რადიო მისი ხმა. პროექტი მისი ხმა ხორციელდება DVB International-ისა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით და მისი მიზანია ქალების გაძლიერება და გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების დონის ამაღლება. დღეს ჩვენს გადაცემაში ვისაუბრებთ მიუსაფარი ცხოველების პრობლემის შესახებ. მინდა აღნიშნო, რომ 2023 წელს USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამისთვის ACT-მ ჩაატარა კვლევა, რომლის მიხედვითაც უპატრონო ცხოველების საკითხი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში დაბაში 52%, ხოლო სოფლებში 30%-ს აწუხებს და შესაბამისად აღნიშნული საკითხი რიგით მესამე გამოწვევა დასახელდა შიდა გზებისა და სასმელი წყლის შემდეგ. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი არის თამარ ხონელიძე, ცხოველთმოყვარული. თამარ, ძალიან დიდი მადლობა, რომ დაგვიწმეთ დრო და გვეწვიეთ გადაცემაში. მადლობა თქვენ მარი, მოგესალმებით, მივესალმებით თქვენ მსმენელს. თამარ, მოდი დავიწყოთ იქედან თუ როდის დაიწყო თქვენი და მიუსაფარი ცხოველების ურთიერთობა, რამ განაპირობა ეს ყველაფერი, რაიმე კონკრეტული მოვლენა ხო არ იყო, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა თქვენზე, თქვენი ისტორია რომ მოგვიყვეთ? კი, ესე იგი 7 წლის მყავს ჩემი ძაღლი, რომელიც იყო ჩემთვის პირველი ძაღლი, პატარაობაში ვყავდა სახლში ძაღლი, კატა, მაგრამ ესეთი სიყვარული არ გქონია, მაშინ ყველაფერი არ იყო, ექიმი არაფერი არ არსებობდა და მოკლედ დიდი ხანი ძაღლი ვერ ცოცხლობდა ჩვენ სახლში. 7 წლის მყავს ხასკი, გამეხვდა ძალიან ცუდად, იყო პატარა და რომ მაშინ ესე იგი გამოიწვია ჩემში ამან დიდი შეცოდება, ტკივილი, მაშინ ვიგრძენი რომ ქუჩის ძაღლები რამდენ ტანჯვა წამებას უძლებენ. როდესაც ჩემი ძაღლი უკვე გადავარჩინე და გამოვაჯამრთელე და დღეს კიდე ჯამრთელი ძაღლია, მაგის მერე ჩართული ვარ მიუსაფრების მოვლა პატრონობაში, შეძლებს დაგვარად, რა თქმა უნდა. მადლობა თამარ. საინტერესოა რა შეცვალა თქვენ ცხოვრებაში და პიროვნებაში ასევე მიუსაფარ ცხოველებზე აქტიური ზრუნვის დაწყება. საერთოდ ჩემი ცხოვრება ყველანაირად შეიცვალა. თუ მაგალითად მშობლების დროს დავდიოდი სხვა ქალაქებში, ქვეყნებში, თუ მაგალითად კვირაში ორჯერ დავდიოდი რესტორანში მეგობრებთან ერთად, დღესდღეობით ეს ყველაფერი დასრულებულია. ვარ გადართული მიუსაფრების მოვლაზე, სტერილიზაცია იქნება ეს, შეფარება იქნება, თქვათ ნაავარიები ძაღლი იქნება, თუ იმ წუთას რისი გაკეთებაც შემიძლია, მხოლოდ ვარ ჩართული ყველანაირად ცუგებზე. თამარ, როგორია თქვენი როგორც ცხოველთმოყვარულის ერთი ტიპური დღე? ესე იგი, ჩემი დღე იწყება ერთი ფინჯანი ყავით. შემდეგ ჩემს ცხოველებს ვუვლის სახლში, 3 წუთას მყავს 11. შეფარებული აქედან მხოლოდ ერთია ჩემი, დანარჩენი ყველა არის ქუჩიდან. შემდეგ ამათი კვება, დასუფთავება. შემდეგ დაიდება ჯგუფში ვიღაცა ნატანჯი ძაღლის პოსტი, თუ შემიძლია და თუ ჩემთან ახლოს არის, მივდივარ ამ ძაღლთან, რაც შემიძლია პირველ დახმარებას ვუკეთებ. მთელი დღეები ვარ ძაღლების მოვლა პატრონობაში. აი ჩემი გასვლას ეხლა დავტოვე 11 ძაღლი და ვფიქრობ იმას, რომ მივალ რამბავი დამხვდება სახლში. ჩემი ბელკუნია აგერ სტუმრად თქვენთან. დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროცესში ძალიან ბევრ გამოწვევასაც ხვდებით იმის გარდა, რაც აღნიშნეთ, რომ რაღაც დათმობების ეკიწევთ წასვლა პირად ცხოვრებაშიც, მაგრამ სხვა გამოწვევებიც იქნება, რომელსაც აწყდებით ცხოვრების დახმარების პროცესში, ხო, ამაზეც რა ვისაუბროთ. კი, რა თქმა უნდა, მიუსაფართან რომ მიდიხარ დასახმარებლად, თან ფიქრობ, სად წაიყვანო, რა გააკეთო, საიდან დაიწყო, ამ ყველაფერს რა თქმა უნდა, ფინანსებიც სჭირდება, თან უამრავი. მე უკავშირდებით ჩემს მეგობრებს, ერთად ვაგვარებთ მოკლედ ესეთ პრობლემას. თქვათ თუ მე დრო მაქვს, მე მივდივარ სხვა თანხით მეხმარება, თუ თქვათ სხვა ცალია იმ დროს ჩემი მეგობარი მიდის, მე თანხით ვეხმარები და ეს ერთმანეთით მოკლედ ძალიან უამრავი ცხოველი გადაგვირჩენია. ეხლაც მაგ პროცესში ვართ
და უამრავს კიდე გადავარჩენთ, დარწმუნებული ვარ. უბრალოდ ძალიან რთული და გრძელი პროცესია. დიდი ნერვები ჭირდება, დრო ჭირდება და ამ დროს კიდე ეს ხალხის დაცინვა, რაღაცა ზედმეტი საუბრები ძალიან აგრესიულებს უხდის თვითონ ჩვენ უკვე ადამიანებს, ვიდრე ძაღლს რო აბრალებენ აგრესიულიაო, ორიმდენი აგრესიული ხუდები ესეთი ადამიანები როცა მხვდება. მაგალითად, რომ მეტი საქმე არა გაქვს. ვაიმე, ჩემსაც ხარჯავ, მე ვიხარჯები, მე ვიღლები. და თუ არ გიყვარს, არც არავინ გავალდებულებს, ხო? ოღონდ ნუ დაუშავებ. მისი ყოფნის ისეც, რომ მთელი ცხოვრება არის ქუჩაში, წვიმაში, გარში, მზეში, სიცხეში, 40 გრადუს სიცხეში ენატრებათ ძაღლს ელემენტარული წყალი, ხო? წყალი რომ მიაწოდო, მაგით ხო შეგიძლია ადამიანს, მაგრამ არა. რატო უნდა მიაწოდოს, ის ხო ძაღლია. გაიარა, წავიდა. მოკლედ ძალიან დიდი გამოწვევები გვაქვს. თან უნდა დავეხმაროთ, თან ყველაფერზე უნდა ჩვენ ვიფიქროთ, ფული სად ვიშოვოთ, სად წავიყვანოთ, როგორ დავაბინაოთ, ღმერთო თუ გადარჩება, ამდენი წვალება წყალში არ ჩაგვეყაროს და ამ დროს კიდე სხვა რო რაღაცა თიც გამოიშვერს არასწორად. თამარ, თქვენ სოციუმის მხრიდან დამოკიდებულებაც ახსენეთ ახლა და საინტერესოა თქვენ როგორც ქალს, გენდერული ნიშნით შეხვედრიათ რაღაცა განსხვავებული დამოკიდებულება სოციუმის მხრიდან და ამ თუ შეხვედრი ხართ გამოწვევებს. კი, მარი, უამრავი, მაგალითად, რამოდენიმე დღის წინ ჩოხატაურშიც მქონდა მსგავსი, არ დავასახელებ მაღაზიის სახელს, პურები ვიყიდე, გამოვიტანე, წინ უამრავი ძაღლია მაღაზიასთან, მქონდა წაღებული წამალი, კანის წამალი, რო ყველა გატყავებული ძაღლია, დაუბედურებული და მივიდი წამლებით. ესე იგი და გამომივარდა ქალი და მეუბნება, შენო ქალი ხარო, მეტი საქმე არა გაქვო? აქო რატო აჭმეო, მე ვერ ვიშორებო. მე ვყიდულობ, მე ვხარჯავ, მე ვაჭმევ, რატო ნერვიულობ, ხო შენ? თუ არ აჭმევ, მე მადროვე. ქალს მეტი საქმე არა გაქვს და ნუ რა შუაშია ქალი, კაცი. თუ გიყვარს, გიყვარს, ხო? თუ არ გიყვარს, ანუ ქალს არ უყვარდეს და კაცს უყვარდეს, ვერ ვხვდები ლოგიკას უბრალოდ რა, ასეთი ადამიანების. თამარ, მოდი კიდევ უფრო მეტად გავშალოთ, რა მდგომარეობა ამ ფრევს ზოგადად ჩოხატაურში და გურიაშიც. პრობლემა რომ მთელ საქართველოშია, ამაზე ვთანხმდებით, მაგრამ ჩოხატაურში არის ძალიან დიდი პრობლემა ის, რომ არ სტერილდება ძაღლები, ანუ მრავლდება და მრავლდება. წელიწადში ორჯერ ხო მაინც ესე იგი მშობიარობს ძაღლი. წელიწადში ორჯერ ყველაზე ცოტა 10 ლეკვს ხო ყრის. 10 ლეკვი, ნუ ახლა იქედან კიდე ზოგი გადარჩება, ზოგი არა, მაგრამ მთლიანობაში ხო მატება მაინც არის და ეს პრობლემა ვერასოდეს ვერ მოგვარდება, თუ სტერილიზაციები, მასიური სტერილიზაციები არ დაიწყო, ზუსტად სოფლებიდან. სოფლები, ეხლა მაგალითად ქალაქებში ეს პრობლემა უკვე აღარაა, ღმერთს მადლობა, ისწავლენ სწორად მიმართულება, სწორი აიღეს, როგორ უნდა მოხდეს, ესე იგი, შენელება გამრავლების. სოფლებში ძალიან დიდი პრობლემაა, რა თქმა უნდა, რეგიონებში. არ აქვთ კლინიკები, არ კეთდება სტერილიზაციები, მრავლდება ლეკვები, მერე ისევ მათ არ მოწონდეს ამდენი ძაღლი ქუჩაში და თუ გაწიე ძაღლი და თუ გამოწიე ძაღლი და მოკლედ ვიმედოვნებ, რომ 20-25 წლიდან ცოტა სხვანაირად და დაუთმობენ დროს ამ საკითხს, რომ ცოტა მაინც შენელდეს მრავლება. თვეში 5 ძაღლიც რომ გასტერილდეს ჩოხატაურის რაიონში, ერთ წელში ჩოხატაურს არ ეყოლება მიუსაფარი. ნუ რაც არის, იქნებიან სტადამდე ციცხოვრებენ, ანუ აღარ მოემატება. თუ სოფლებიდან, ესე იგი, არ გადმოიყვანებენ და არ დაყრიან. ეხლა ნასაკირალს რამდენი ძაღლია, ეგ ყველამ ვიცით.
ნასაკირალზე ხო ახლა თბილისიდან არ მოდის ადამიანი და არ მოყავს აქ არ აგდებს. ისევ და ისევ აქაური სოფლებიდან ხო ეს ძაღლი რას გავს, თუ ამ ძაღლს რწყილი აქვს, თუ ამ ძაღლს ბეწვი აქვს, ამოკიდა ხელი წაიყვანა დაასვა. ნასაკირალზე გამოსავალი გონია რომ მოიშორა თვითონ. ხვალ და ზეგ ისევ მაგ ადამიანს არ მოწონს, რომ ქუჩაში დედა რამდენი მიუსაფარი ძაღლია, ვაიმე რამდენი ძაღლია, შენ თუ არ გადააგდებ, ის თუ არ გადააგდებს, ძაღლი ხო ციდან არ ვარდება. სოფლებში ეხა რო ვაკვირდები, არის უმეტესობა ძაღლს უყურებს როგორც რაღაც საგანი. უი ვერი ნადირა, აი ხო გადააგდო როგორც უსულო საგანი ისე. უი მთელი დღე ყებს, აიღო გადააგდო. ძაღლია და უნდა იყეფოს. მაგისთვის ხო ყავს რომ ზოში იყეფოს. მერე უკვე ეს ყეფა არ მოწონს და უი გადააგდო. მერე არის კიდე ესეთი შემთხვევა რომ ბავშვს უნდა ითამაშა, ბავშვმა მობეზრდა, აღარ უნდა სათამაშო. ახალი სათამაშო უნდა გადააგდო თეთრი ლეკვი, მერე მოუყვანს დედიკო შავ ლეკვს და ესე ცნობიერების ამაღლება ნამდვილად სჭირდება მოსახლეობას და მე ვფიქრობ, რომ სკოლებშიც უნდა იყოს რაღაცა ამისთვის გამოყოფილი დრო, მაგალითად, ეხლა ლიტვაში ძაღლი გავუშვით თავშესაფარში და ხო გვაქვს ეხლა კომუნიკაცია ერთმანეთთან. ესე იგი, ყოველ შაბათ-კვირას სკოლები, ნუ რიგრიგობით, ეხლა ყველა სკოლა ხო ერთდროულად ვერ წავა. რიგრიგობით სკოლებს დაყავს თვითონ ბავშვები თავშესაფრებში ცხოველებთან. აჩერებენ საათი, 2 საათი, რომ ისწავლონ ცხოველთან ურთიერთობა, არ კონდეს შიში. უკვე მერე ბავშვი იწყებს ზრუნველობა ეხსნებათ და არა ის, რომ ის სათამაშოა. აი ეს ყველაფერი ძალიან 80% ქართველებს გვაკლია. თამარა, თქვენ ახსენეთ წინა შეკითხვაში ახსენეთ და ახლაც თანამშრომლობა სხვა მოყვარულებთან, ასევე ის რომ აგზავნით საზღვარგარეთ ძაღლებს. კიდე უფრო ვთქვათ, რომ ვისაუბროთ ამ საკითხზე, რა შესაძლებლობები არის მსგავსი ძაღლებისთვის დაუშვათ, როდესაც ჩვენ ავიყვანთ ქუჩიდან, მერე რა ხდება? აი მაგალითად რაღაცა სასტრაფოდ მისახედი ძაღლი დაიდო ჯგუფში, ხო? გააჩნია კიდე რომელ ქალაქშია, რომელ რაიონშია და ყველა ქალაქში და რაიონში ახლა 2-3 მოყვარული მაინცა რომ ადგება და შეწუხდება ძაღლისთვის და მიაკითხავს და ნუ პირველ დახმარებას გაუწევს და მერე უკვე ჯგუფში იდება თანხების მოძიება ხდება და მაგალითად მე და ჩემი მეგობრები ასე არ ვაკეთებთ, ჩვენით ვაკეთებთ, ჩვენი ხარჯებით, ჩვენი რაღაცა თხოვნებით, შესაძლებლობებით. ლიტვაში მაგალითად როცა უშვებთ ძაღლს სხვა ქვეყანაში, ჩვენ თვითონ ვაგროვებთ ამ ფულს, 4-5 გოგო ვართ. ხო და ჩვენ თვითონ ვაგროვებთ ამ ფულს, ძაღლს ყველაფერს ვუკეთებთ, მანამდე სტერილიზაცია აუცილებელია. გაუსტერილებელი ძაღლი ევროპაში ვერ შევა, იმიტომ რომ არ მოხდეს გამრავლება. იქ ესე არა, რომ ყველა ძაღლი გამრავლდეს როგორც ჩვენთან. სტერილიზაცია უკეთდება, აცრები უკეთდება, ჩიპირება უკეთდება, საბუთები, ყველაფერი გზის ფული, ამ ყველაფერს უკეთებს ჩვენ ძაღლს. უბრალოდ მოლაპარაკება ხდება თავშესაფართან, რომ მიიღებს თუ არა. არის შემთხვევები, რომ ვერ იღებულობს, იმიტომ რომ იმდენი ძაღლი გადის მხოლოდ საქართველოდან, რომ ზოგჯერ ადგილიც არა აქვთ. ჩვენთან მაგალითად არც თავშესაფრებია ისე რომ ვთქვათ 300 ძაღლის ყოლის უფლება რო არა აქვს ლიტვას 300 მეერთე ძაღლს ვერ მიიღებს, კანონი აქვს. ჩვენ არა გვაქვს, არანაირი კანონი არა გვაქვს. რაც გვაქვს, არც ის არ მუშაობს და ამიტომ ამ ყველაფერმა უფრო და უფრო გაზარდა მიუსაფრის გამრავლება, წვალება, წამება. მე ვფიქრობ, რომ კანონების ერთ-ერთი წამყვანი როლია ამ საკითხში, რომელიც ვერ მუშაობს ან არ მუშაობს.
მოდი ჩვენს მსმენელს რო გავაცნოთ ამ კანონებთან დაკავშირებითაც მაინც კანონი მიღებულია ძალაშია და მნიშვნელოვანია რომ მოსახლეობას ამის შესახებ ჰქონდეს ინფორმაცია და რაც შეიძლება ხშირად შევახსენოთ ხოლმე. კი, მაგალითად კანონში გვიწერია ახლა, რომ ძაღლის გადაგდება ისჯება, ხო? აი გადააგდე ძაღლი. საიდან უნდა დაადგინოს შესაბამისმა სამსახურმა, რომ ვინ გადააგდო? ანუ კანონი არაა სწორი, უყურე, კანონი არ გავალდებულებს ძაღლის ჩიპირებას. თუ ძაღლი არ დაიჩიპა, გადავაგდე ძაღლის, საიდან უნდა გაიგონ, რომ ეგ ძაღლი იყო ჩემი, ხო? თუ ძაღლი არა ჩიპირებული და არ აწერია ჩემი სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონის, ანუ არანაირი ინფო არ გააჩნია ძაღლს. საიდან? ანუ გამოდის, რომ არ ისჯება, ხო? კანონი წერია, მაგრამ ქვევიდან დაიწყენ. ესე იგი, ჩიპირებით უნდა დაეწყოთ. ჯერ უნდა იყოს კანონი ჩიპირებაზე, სავალდებულო უნდა იყოს. მერე სტერილიზაცია უნდა იყოს სავალდებულო. მე რო ძაღლი მოვიყვანე სახლში, მე უნდა ვიყო ვალდებული, რომ ის რომ მივა იმ ასაკამდე, რომ უკვე შეიძლება გასტერილება, მე ძაღლი უნდა გავასტერილო. მე არ უნდა ვიყო, მე არ უნდა წყვიტავდე, ამას უნდა წყვიტავდეს შესაბამისი სამსახური, რომ არ მომცეს უფლება გამრავლების. იმიტომ რომ რო ყავთ პოინტერი, მაგალითად დღეს ვნახე პოსტი კაკრას დილით. პოინტერი და მის მეზობელს ყავს სეტერი. ნუ ორი ჩამოუყალიბებელი პიროვნება ჯდება და გადაწყვიტენ ძაღლის ბედი. მოდი შევაჯვაროთ და რანაირი ლეკვები გამოვა, ანუ ცდებს ატარებს. ნუ ხო დაიბადა ისა პოინტერის და სეტერის მეტისი. უი მეტისი აბა რა გამოვა, სუფთასისხლის საიდან გამოვა, ხო? აიღო გადააგდო. აი ეგა უნდა მოხდეს სოფლებიდან, ყველაფერი უნდა მოხდეს, დაიწყოს სოფლებიდან. სტერილიზაცია, ჩიპირება აუცილებლად და ძაღლების აღრიცხვა. მე რომ მყავს სახლში 9 ძაღლი, სახელმწიფომ უნდა იცოდეს შესაბამისმა სამსახურმა, მე მყავს 9. მაგი უნდა მომოწმებდეს, მე იმ 9-ს როგორ ვული, იქნებ ვაწამებ. იქნებ ტანჯვაში მყავს. არის ადამიანები, რომ ამ დროს შეიძლება კი არა და ამბობენ, რომ რა დროს ძაღლია, ხალხი ესე დღეშია, ბავშვები მშიერია. ადამიანს ყავს მისი ადამიანის უფლებათა დამცველი. და უნდა მიმართონ ადამიანთა უფლებების დამცველებს, ცხოველებმა ვის მიმართონ. მე თუ არ დავეხმარე, ვისაც უყვარს არ დაეხმარა ცხოველმა, რა უნდა გააკეთოს? მისით როგორ უნდა იყოს? მისითაც რო არიან ქუჩაში, არც იქაც ცდიან. სიმშვიდეს, ხო? ზოგი ფეხს ურტყამს, ზოგი აი ადუღებული ზეთი ძაღლს რატომ უნდა გადაასხა? ადუღებული ზეთი. იმიტომ რომ ვერ მოიშორე კარებიდან. ხო შეიძლება დღეში ერთხელ გაიყვანო მოშორებით და ორი ნაჭერი პური რო დაუდო, ნუ ამას ხო არ ჭირდება დიდი სწავლა განათლება, რომ უბრალოდ იყო კეთილი რა. კიდე ასევე მაქვს აღნიშნა, რომ ცხოველის მიტოვებასთან ერთად სასტიკი მოპყრობა და წამებაც ასევე კანონით დასჯადია, ხო? კი, კანონით დასჯადია, ოღონდ უყურე, უნდა გქონდეს ვიდეო გადაღებული, უნდა გყავდეს უამრავი მოწმე. ადამიანი რო ძაღლს აწამებს და ხედავ რომ აწამებს. მე ეხლა უნდა ესა ვეძებო ტელეფონი იმ წუთას, გადაუღო ვიდეო და ამასობაში ძაღლი მოკლა. გამოძიება რისთვის არსებობს, ხო? ნუ გამომძიებელი სიტყვა რატო გვაქვს? რატო ამდენი სტრუქტურა? თუ დამნაშავე ვერ მიყავს, დაკითხვას ვერ აწყობს, საქმეს ვერ ხსნი უბრალოდ. რაში გჭირდება მაშინ გამომძიებელი, ადვოკატი, პროკურორი, საერთოდ არ გჭირდება. თუ საქმეს იყო რამოდენიმე ფაქტი პიტბულებთან დაკავშირებით, რომ აჩხუბებდნენ და ახოციებდნენ მიუსაფრებს და მე რომ მიაკითხა შესაბამისმა სამსახურმა, უი არასრულწლოვანი ყოფილაო. ანუ არასრულწლოვანს ყველაფრის უფლება აქვს, რომ მოკლას. ამ დროს ის მაინც უნდა კარგი გასაგებია, რომ ვერ დაიჭერ არასრულწლოვანს, ვერ დააპატიმრებ,
მაგრამ ელემენტარულის გაკეთება ხო შეიძლება უბრალოდ ძაღლი ჩამოართვა. და სანამ თქვათ არ გახდება სრულწლოვანი და ცოტა თუ ტვინი არ გაეზრდება, არც მე კონდეს ძაღლის ყოლის უფლება. ამასაც ხო არანაირი ის არის. ანუ დაუშავა ძაღლს, ვერაფერს ვერ ანუ პასუხისმგებლობა არანაირი არ აქვს და კიდე უტოვებ ძაღლს. კარგი თუ დაუტოვე, მერე ხო უნდა მოხვდეს გადამოწმება, რომ კიდე ხო არ აგრძელებს, არა, მერე არაფერიც არ ხდება. მაგრამ ის მაინც აგრძელებს მწამებლობას. ის რომ მწამებლობას აგრძელებს, ძაღლზე წამება რომ მობეზრდება, მერე გადავა ადამიანებზე. მასა ხდება. სადისტი ადამიანი ყალიბდება მაგედან, ჯერ აწვალებს ცხოველს და ცხოველის წამების წვალებით უკვე რო ვეღარ კმაყოფილდება, მერე გადადის ადამიანზე. კვლელებად არავინ არ იბადება. შეიძლება მერე გახდე, ხო? ნამდვილად და ასევე ვფიქრობ, აღსანიშნავია, რომ ნუსოფერის ცხოველების სიმრავლე ქუჩაში, როგორც თვითონ ცხოველის კეთილდღეობას ზიანს აყენებს და ირღვევა ამ შემთხვევაში ცხოველის უფლებები, ასევე ადამიანის უსაფრთხოებასაც რაღაც მხრივ აყენებს რისკის ქვეშ, ხო, ზოგჯერ რიგ შემთხვევებში და ამაზეც რომ ვისაუბროთ, რა გამოწვევებს ქმნის ნუსოფერის ცხოველების ყოფნა სიმრავლე ქუჩებში. კი, სიმრავლე რა თქმა უნდა პრობლემურია და მე მაგალითად ცხოველთმოყვარული ვარ, ცხოველების უფლებებს დავიცავ, სანამ ცოცხალი ვარ. მაგრამ მეც არ მომწონს ამდენი ძაღლი ქუჩაში, ამდენი გამწარებული ძაღლი, ნატანჯი, ზოგი დამწვარი, ზოგი უფეხო, ზოგი უთვალო. ამიტომ თვითონ ადამიანებმა უნდა ბოლო-ბოლო შეიგნონ ის და გაითავისონ, რომ არიან 21 საუკუნეში. და ამას არ ჭირდება არც უნივერსიტეტში ჩაბარება, არც სასწაული თანხების გადაყრა, რომ ადამიანური რაღაცა რესურსი იყო შენს თავში, უბრალოდ იყავი ადამიანი. და არც ის მაგალითად ეხლა ძალიან იშვიათად, მაგრამ არის ხო გამოერევა ზოგჯერ აგრესიული ძაღლი. მე არასოდეს ამდენი ძაღლთან მქონიას ურთიერთობა. არასოდეს არ შემხვედრია ეგეთი ძაღლი. დაუღრენია. კი, დაუღრენია, წამოწეულა კიდეც, მაგრამ არ მომიქნევია ფეხი. არ მისვრია აგური, რომ გამომკიდებოდა მერე და შევეჭამე. უბრალოდ არიან ძაღლები, რომლებიც მის ტერიტორიას იცავენ, ანუ გონიათ, რომ ის მისი სახლია რა. იქ რო უკვე სხვა გაევლის რაღაცა, გონიათ, რომ მის ტერიტორიაზე რო დადის, რამე არ დაუშავ, უბრალოდ ყევს. აგრესიული ძაღლი არ არსებობს. ძაღლი თუ გააგრესიულდება, ძაღლი მისით არ მოვა, არ მოგახტება და არ გიკვბენს. არიან ძაღლების ისეთი კატეგორია, რომ საერთოდ არ აქვთ ტერიტორიის მხრივ დაცვის არანაირი რეაგირება, უბრალოდ უნდა მოფერება და ან ბავშვთან გათამაშება, თუ ბავშვს გამოეკიდა სათამაშოდ, ვაიმე დედა ბავშვს გამოეკიდა და ჩაქოლავენ ამ ძაღლს და თამარ, მოდი ბოლოსკენ ვისაუბროთ იმაზე, თუ თქვენ როგორც ერთი ცხოველთმოყვარული და აქტივისტი, როგორ ზომოთ თქვენს გავლენას ნუსოფერის ცხოველების პრობლემების მოგვარების პროცესში? მე რომ მქონდეს უფრო მეტი ენერგია, უფრო მეტი შესაძლებლობა, უფრო მეტი რა თქმა უნდა ფინანსურად და ასევე მამაცაცო ტერიტორია ჭირდება, რომ მიყავს ცხოველი, იმისთვის მიყავს, რომ რაღაცა უკეთესობისკენ წაიყვანო, ხო? ეხლა მიიყვანო და ოღონდ ეზოში იყოს, არა. ძალიან ბევრი რაღაცა ჭირდება ცხოველს. თუნდაც მჭიებზე დამუშავება, ჭირდება აცრები და ძალიან ბევრი რაღაცა. ამიტომ რთულია, ძალიან ბევრ პრობლემებს ვაწყდები, რა თქმა უნდა. ეხლა 11 ძაღლის მოვლა, არ მგონია, რომ მადვილი რამე იყოს და ამ 11 ძაღლის გარდა, რაც მე სახლში მყავს, მე დავდივარ ნასაკირალზე,
კვირაში ერთხელ მაინც მივდივარ, რომ გამოვყვებო იქაური ცხოველები. დავდივარ საჯავახოზე. ნუ შეძლების დაგვარით ეხლა რო ვთქვა, რომ ყოველ დღე თქო ძალიან დიდი ტყუილი იქნება. ასევე ჩოხატაურში რამდენი გაუბედურებული ძაღლია, მაგალითად 4-5 ძაღლი ამ ერთი თვის შუალედში ჩოხატაურიდან გავაჩუქეთ, 2 მოსკოვში წავიდა, 2 ბელარუსიაში წავიდა და ამ ყველაფერს სჭირდება დრო, ნერვები, თუნდაც მოლაპარაკების პროცესს სჭირდება ძალიან დიდი დრო. ეს არ ხდება მიწერე რომ წაიყვანე და ის მოგწეს კი წავიყვან, არა. იქ ყველაფერი უნდა იყოს ზომიერად. ძაღლის ხასიათი უნდა იცოდე. ვთქვათ, როგორია ძაღლთან, როგორია კატასთან, როგორები ადამიანებთან. ეს ყველაფერი უნდა დაულაგო, აჩვენო და ამის შემდეგ თუ გეტყვის რომ კი წავიყვან, უკვე მეორე ეტაპზე გადავდივართ, ვიწყებთ ამ ძაღლის ჩქარა მოწესრიგებას, საბუთების გაკეთებას და გავუშვებთ. მერე სანამ ჩავა, კიდევ უნდა ინერვიულო გზაში რამე არ მოხდეს, მშვიდობით ჩავიდეს. რომ ჩავა, მერე კიდე რამოდენიმე ხანი მაინც მოусვენათ ხარ, რომ ნეტა როგორი ოჯახი შეხვდა, თუ აი კარგად და უკვე რო წმუნდები, რომ კარგადაა და ტყუილა არ გიწვალია, უკვე ბედნიერი ხარ. მე მაგალითად ძალიან ბედნიერი ვარ, ბედნიერდები ყველა ჩემი მიუსაბდის დაბინავების დროს. ძალიან მაგას დიდი სიამოვნება ჩემთვის არ არსებობს, ოღონდ მართლა. ძალიან დიდი მადლობა რომ გვეწვიეთ და დრო დაგვიტყვეთ კიდევ ერთხელ, იმიტომ რომ როგორც ახაც მოვისმინე ძალიან შეცხოთული ხართ დროში ერთ-ერთი ძაღლის გამო და ბავშვიანი. აქვე მინდა კიდევ ერთხელ აღნიშნო, რომ შინაურ ბინადარ ცხოველებზე ზრუნველობა არის პირველ რიგში ჩვენი საზოგადოების მოვალეობა და ცხოველები არიან გონიერი და მგრძნობიარე არსებები და შესაბამის მოპყრობას და არა სასტიკ მოპყრობას და სალადობას და წამებას ემსახურებენ. მადლობა ჩვენს მსმენელსაც. მადლობა თქვენ. შევხვდებით შემდეგ გადაცემაში ახალი სტუმრითა და ახალი თემებით. დროებით. წარმატებები.